ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ დედამიწას, ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ერთმანეთს. პირველი გზავნილი დედამიწის ყველაზე შორი წერტილიდან. არტემის მეორის მისია დედამიწას თითქმის 252,760 მილით გასცდა. ეკიპაჟის წევრებმა აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს. დედამიწიდან ასე შორს ჯერ არც ერთ ადამიანს არ უმოგზაურია. თქვენ ყველა, ვინც დედამიწაზე ხართ, ჩვენ გვიყვარხართ მთვარიდან. მთვარის გარშემო 10 დღეში ასტრონავტები კოსმოსში 1 აპრილს გაფრინდნენ. მისიის მთავარი მიზანია მთვარის გარშემო მოგზაურობა და მისი აქამდე უცნობი მხარის ნახვა. გეგმის მიხედვით მისია დედამიწაზე 10 აპრილს დაბრუნდება, სადაც წყნარ ოკეანეში წყალზე დაეშვება. 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს ხელი მოაწერა დირექტივას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური დარგის მთავარი ამოცანა პილოტირებული კოსმოსური გაფრენები უნდა გამხდარიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ასეც მოხდა. არტემის მეორე პირველი პილოტირებული მისია, რომელმაც მთვარის ორბიტას მიაღწია. არტემის მეორის ასტრონავტებს დონალდ ტრამპმა ახალი რეკორდი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა. დღეს თქვენ ისტორია დაწერეთ და ამით ამერიკა ძალიან ამაყობს. ბოლო დროს ბევრი რამეა, რითაც გვაამაყეთ, მაგრამ მთვარის გარშემო მოგზაურობა ნახევარი საუკუნის შემდეგ და ყველა დროის რეკორდის მოხსნა საოცრებაა. მინდა მოგილოცოთ ეს მიღწევა და პერსონალური მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და ასევე NASA-ს. რა შეცვლის ეს პროგრამა დედამიწაზე კონკრეტული ადამიანებისთვის? კითხვას ქართველი ასტროფიზიკოსები პასუხობენ. ისინი NASA-ს მიღწევას ისტორიულს უწოდებენ. როგორც საკითხის ექსპერტები განმარტავენ, მისია დედამიწას ბევრ სიახლეს მოუტანს, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარება. ამასთან ექსპერტები საუბრობენ მისიის ეკონომიკურ მიზნებზეც. მთვარეზე ბაზის გაკეთება და იქ არსებული მინერალების მოპოვება დედამიწაზე ეკონომიკურ მოცემულობას შეცვლის. ესეთი დიდი წინ წადგმული ნაციონალური ნაბიჯები ყოველთვის ავითარებს ტექნოლოგიას. შეიძლება ხშირად ჩვენ ვერც გვიძნობდეთ. GPS-ს რო ვიყენებთ რა, ეგრეთ ტექნოლოგიამ არ მოგიტანა კოსმოსური ტექნოლოგიამ. სამი არის ძალიან მაღალი ენერგეტიკული ნივთიერება, რომელიც მთვარეზე არის. თუ არ ვცდები შეფასებით მილიონჯერ უფრო მეტი თუ რაღაცა, ვიდრე დედამიწაზე და იქიდან თუ ამას აიღებ და ჩამოიტან, თუნდაც აი თერმობირთული მართვადი რეაქციები როა თერმობირთული მართვადი. მზის ციკლი რაც არის, მზის ციკლის ეს ჰელიუმ-3 არის, ჰელიუმ-2 გადადის ჰელიუმ-4-ში, აი ქვედა საფეხურია, მზის ციკლის ქვედა საფეხურია და ამას თუ ადამიანი აითვისებს გამოიყენებს, ეს არის ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი ძალიან დიდი საშველი. პროგრამა არტემისი რამდენიმე მისიისგან შედგება. არტემის 1-მა მისია უეკიპაჟოდ წარმატებით შეასრულა. არტემის 2 ახლა მთვარის გარშემო დაფრინავს. მესამე მისია კი უკვე მთვარეზე დაჯდება. თუმცა როდის ეს ჯერჯერობით უცნობია.